გადაცემის პირველი სტუმარია ლიმონტას მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი ხაჩიძე. ირაკლი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, უღრმეს მადლობას გიხდით დაბადებისთვის. როგორ დაიწყო თქვენი კომპანიის ისტორია? Ჩვენი კომპანიის ისტორია დაიწყო 20 წლის წინ. ორი დამფუძნებელი პირველად წავიდა გერმანიაში, სადაც დაესწრო ერთ-ერთ შოურუმს, ყოველწლიურად ტარდება ხოლმე ჰეიმ ტექსტილი ფრანკფურტში. სადაც ევროპის ბაზარზე არსებული კომპანიები შპალერის მიმართულებით იკრიბებიან და აქვთ გამოფენა თავიანთი შოურუმის. ნებისმიერ ბიზნესში გუნდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენი გუნდის შესახებ რომ გვიამბოთ. გეთანხმებით, ჩვენი გუნდი წელიწადში ერთხელ გადის ხოლმე გადამზადებას. კონკრეტულად უშუალოდ გაყიდვებში ვინც არის პროფესიონალი დიზაინერები არიან, გადიან ყოველწლიურ დიზაინერულ კურსს, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კონსულტანტები ყავს ბაზარზე. ნამდვილად ძალიან გამორჩეული ბრენდი გაქვთ და საინტერესოა, რა არის თქვენი ბრენდის ძირითადი უპირატესობები ბაზარზე? რა გამოარჩევს მათ სხვა იგივე ბრენდებისგან, იმიტომ რომ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა დღეს. კი ბატონო. ძირითადი უპირატესობები არის ის, რომ ჩვენ ბაზარზე გვაქვს ყველა საფასო კატეგორია. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი არის ყველასთვის. ძირითადად 5 ლარიდან 195 ლარის ჩათვლით ყველა საფასო კატეგორიაში გვაქვს ყველა მოდელი. შესაბამისად, ყველა ადამიანი შეუძლია, რომ მობრძანდეს შეარჩიოს თავის სასურველი მოდელი და უკვე იმხელა შოურუმი გვაქვს, ორი ფილიალი გვაქვს თბილისში, იმხელა შოურუმი გვაქვს, რომ შესაძლებელია მარტივად შეარჩიოთ. თუ მობრძანდებიან ჩვენთან, ხელცარილი არავინ მიდის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს, ნებისმიერი ბიუჯეტით შეუძლია მისთვის სასურველი და როგორც გითხარით, დიზაინერები ეხმარებიან, შესაბამისად იციან უკვე რაც უნდა. მაინც რომ აღვნიშნოთ, ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი მომხმარებლები არიან ყველა კატეგორიის ადამიანი, რომელსაც 5 ლარიდან 195 ლარის ჩათვლით შეუძლია შპალერის შერჩევა. ძირითადად მომხმარებლები არიან ის ადამიანები, ვინც რემონტს აკეთებენ ლოგიკურია. ნამდვილად ძალიან დიდი ასორტიმენტი გაქვთ, ფართო. მაინც რომ გვიამბოთ თქვენი ასორტიმენტის შესახებ, თქვათ რა ბრენდებია და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჩვენ ვართ ოფიციალური შემომტანები ლიმონტას შპალერის. შესაბამისად, ამის გამოც გვქვია სახე ლიმონტა. ეს არის იტალიური ქარხანა და საკმაოდ მაღალი ხარისხის შპალერს აწარმოებს. არა მხოლოდ იტალიური, ასევე ბელგიური, გერმანული, ფრანგული და ახლა უკვე ჩინური პროდუქცია შემოგვაქვს. ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად ძალიან გამორჩეული ხარისხის შპალერი გაქვთ. საინტერესოა თქვენი ხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს რემონტი, ვარჩევთ შპალერს, ის იყოს ნამდვილად ძალიან ხარისხიანი, რატომ უნდა მივაქციოთ ამას ძალიან დიდი ყურადღება? საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შპალერი ჯერ პირველ რიგში შენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, როცა ლამაზია სახლი და ვიზუალი, შესაბამისად, ყველაზე დიდ დროს ატარებს სახლში. და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის მნიშვნელოვანია საკუთარი თბილი გარემო შეიქმნას იმ ადგილას, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს. და ჩემი მხრიდან დავამატებ იმასაც, რომ როდესაც რემონტს ვაკეთებთ, ეს არ არის 1 და 2 დღისთვის, ეს არის რა თქმა უნდა დიდი ხანი უნდა გვეყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რაღაცის ყურადღება გავამახვილოთ. ასევე ხარისხზე შემიძლია ხაზი გაუსვა, რომ თუ ხარისხს არ დაინანებ თანხას და შესაბამისად მაღალ ხარისხის პროდუქციას შეიძენთ, ნიშნავს იმას, რომ 15-20 წლის განმავლობაში ის პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს და ისევ ისეთ ვიზუალზე იქნება, როგორც თავიდან. ჩვენი პროდუქცია შედგება 90% ფლიზერნის და ვინილის მასალისგან. შესაბამისად, შპალერის გაკვრის შემდეგ მას მექანიკური დაზიანება უფრო ნაკლებად შეუქმნის პრობლემას და ასევე წყალთან მდგრადია და ამის პრობლემაც არ იქნება. ჩვენი შპალერის უმეტესობა იწმინდება სველი წმენდით და ასევე ირეცხება. რაც ბევრისთვის გასაკვირია ხო? ეს ძალიან საინტერესო თემაა. მოვლა თუ ჭირდება განსაკუთრებული თქვენს შპალერს, რაღაც თუ ყველას განსხვავებულ შპალერს რაღაც თავისი ყველაზე ნაკლებად, რადგან ჩვენი შპალერი არ იცვლის ფერს. არ დროთა განმავლობაში არ ფუჭდება და თუ სიტყვაზე დაისვრება შპალერი, შესაძლებელია მისი თავდაპირველ
მდგომარეობაში დაბრუნებაც. აი ამის თქმა მინდოდა და ფიქრობ რომ კიდევ როცა ახალაშენებულია ბინა ფლიზენის მასალა ეხმარება იმაში რომ არ გაიჩინოს ბზარები. მოგხსენებათ ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე ბზარების გაჩენა ახალაშენებულ კედლებზე. როდესაც მოვლა ასეთი მარტივია და შეიძლება პირვანდელი ფერის დაბრუნება ეს ალბათ ძალიან დაინტერესებთ იმ ხარებლებს რომელსაც სახში პატარა ბავშვები ყავს ამ დროს შედისრება და მნიშვნელოვანია რომ შეგვიძლია ამის გასუფთავებაც. ნამდვილად ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ ძალიან ბევრი ფერი და საინტერესოა რა არის ამ წლის მთავარი ტრენდები შპალერის შერჩევის დროს იგივე ფერების მიმართულებით ან დიზაინის და იცვლება თუ არა რამე 2025 წლიდან რას ელოდებით, რა იქნება ისეთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ფერები და მოდელები. რა თქმა უნდა, ამ წელს არის ძირითადად უფრო ღია ფერები, უფრო თბილი ფერებისკენ წავიდა წელს ტენდენცია და ვფიქრობთ რომ 2025 წელს უფრო მეტად დატვირთული იქნება მუქი ფერების ასორტიმენტი. რადგან 2023-ის ბოლოსკენ უკვე მოდის ესეთი ტენდენცია, რომ კეთდება უშუალოდ ავხსნი დეკორს აკეთებენ სადა დეკორს უმეტესად ორ კედელზე. სადა დეკორს უბრალოდ ორი კედელი არის მუქი, ორი კედელი არის ღია. ეს არის ძირითადი ტენდენცია, რაც 2025 წელს ვფიქრობთ, რომ და რაღაც თუ ესეთი მოდელები, რომელიც თქვენთან ყველაზე გამორჩეულად მოთხოვნადია და ზოგადად საინტერესო როგორია ქართველი მომხმარებლის არჩევანი, მათ ძირითადად უფრო მოწონთ ეს რაღაც თქვა სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული შპალერი თუ უფრო მოწონთ რაღაც ესეთი სადა ან მატი ფერებით გაწყობილი. ქართული მომხმარებელი შერეულია, ყველა სახის შპალერი მოწონს, ძირითად შემთხვევაში უფრო მეტად სადა ფერები მოწონთ, თუმცა გარკვეული ორნამენტებით გაფორმებული. ძირითად შემთხვევაში ჩვენი ოფიციალური პროდუქციის ლიმონტას მომხმარებლები არიან ყველაზე მეტი, თუმცა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვიჩვენა შოურუმმა, ჩვენ გავაკეთეთ ერთ წლის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებს დღემდე 5-ლარიანი კატეგორია მეორე სართულზე განათავსეთ შოურუმი. ეს არის აუთლეტი, სადაც მინიმალურ თანხებში შესაძლებელია მაქსიმუმ ხარისხის დადება, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქიდან ვსტუმრობს მოხმარება. კიდე ესეც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ხას კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანს შეუძლია მოუგზანდეს და შეიძინოს მისთვის სასურველი შპალერი და არ იყოს რაღაც ბიუჯეტში შეზღუდული. გარდა ამისა, როგორც ვიცი, შპალერს მნიშვნელობა აქვს სივრცის აქმისთვისაც, ხო, მირაკლი, რომ ამ დროს, როდესაც რემონტს ვაკეთებ, შეგვიძლია რაღაც მცირე მასშტაბის სახლიც კი, სწორედ შერჩეული შპალერით, ესე ვთქვათ, უფრო ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს. როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენთან პროფესიონალი დიზაინერები ეხმარებიან მომხმარებლებს შპალერის შერჩევაში. შესაბამისად, პირველ რიგში ჩვენთან მოსული სტუმარი, ეს დავარქმევ, გვიყვება თუ როგორი სახლი აქვს, ნათელი, ბნელი, უფრო სურს რომ მაღალი ჭერი გამოჩნდეს, უფრო სივრცე გამოაჩინოთ და ამის შემდეგ უკვე იწყება შპალერის არჩევა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალების დახმარებაც ამ დროს, რადგან თქვენ უკეთ იცით, ბევრი გამოცდილება გაქვთ და რა როგორ ჯობია. თქვენ ახსენეთ სოციალური ქსელები, ძალიან აქტიურები ხართ და მაინც მაყურებლებს რომ ვუთხრათ, როგორ შეუძლიათ მათ რომ მოგმართონ და დაგიკავშირდნენ და სად მდებარეობს თქვენი შოურუმები. ჩვენი შოურუმები მდებარეობს სანზონაში, ქსნის 35 ნომერში, ერთი ფილიალი მთავარი და წერეთლის 115 ნომერში ფიქრობ, რომ უკვე ყველა მიცის წერეთლის 115 ნომერი. ასევე ლიმონტას სახელით შეგიძლიათ TikTok-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე მოგწებნოთ და დავკავშირდეთ ყველა კომენტარს და მესიჯს არ დავტოვებთ ყურადღებით. თუმცა ალბათ მაინც მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შპალერის შერჩევას ეხება ადგილზე მოხმარებელმა ნახოს და მით უმეტეს, როდესაც ხვდება გამოცდილი პროფესიონალი კონსულტანტი, რომელიც ამაში მას დაეხმარება. ამ შემთხვევაში ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სურთ ხალხს, რომ მიტანის სერვისი დავამატოთ შპალერზე, თუმცა ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ
ფიზიკურად ვერ ავარჩევთ მობილურის კამერით ან თუნდაც პროფესიონალური კამერით იმ ვიზუალს, რაც რეალურად გვინდა რომ სახლში გავაკეთოთ. კი, ნამდვილად ასე, იმიტომ რომ კამერას ფერს ცვლის, გვინდა არ გვინდა, ეგ რაღაც დეტალები შეიძლება სიახმადი არ იყოს, რაც როდესაც მომხმარებელი ამას რეალურად ხედავს. და ჩვენი პირდაპირ მიზანი არის ის, რომ გამოვიდეს ჩვენი მომხმარებლის სახლი ისეთი, როგორც თავად მას სურს. არ გვინდა რომ ვიღაც დარჩეს ისეთი უკმაყოფილო რამე, რა თქმა უნდა. არ შემიძლია არ გითხოთ სამომავლო გეგმების შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბრენდი გაქვთ, რომელიც ყოველთვის ვითარდება, რაღაც ახალს ამატებთ და საინტერესოა სამომავლოდ რა სიახლეს გეგმავთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც უკვე აღნიშნე, ყოველწლიურად დავდივართ გერმანიაში გამოფენაზე, სადაც ვიცნობთ ახალ მეგობარ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან და ვფიქრობთ, რომ უფრო გავაცვლიეროთ ევროპის ხაზი. უფრო მეტი ქარხანა დავიმატოთ და შესაბამისად უფრო დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. მაქსიმალური ხარისხით და მაქსიმალური სილამაზით და ანუ ქართული მომხმარებელი ყოველთვის თქვენგან მიიღებს სიახლეს, ახალ ტენდენციებს, ფერებს და ასე შემდეგ. აუცილებლად, ასევე სოციალურ ქსელშიც გვაქვს ხოლმე გამოკითხვები, სადაც ვიგებთ რა სახის შპალერი მოსწონს ჩვენს მომხმარებლებს. ანუ ითვალისწინებთ მათ აზრებსაც და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი. და ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა ეს თემა, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება ჩვენი გადაცემის თემატიკას და მინდა კიდევ ერთხელ და არაერთხელ იყოთ ჩვენი სტუმარი და გაგვაცნოთ ახალი ტენდენციები და ლიმონტას სიახლეები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენი სტუმარი იყავით. უღრმეს მადლობა რომ დრო დამითმეთ და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.